ბათუმის დრამატული თეატრი პრემიერის მოლოდინში 25, 26, 27 აპრილს მცირე სცენაზე სპექტაკლი სახელწოდებით ზღვარზე გაიმართება, რომელიც გუგამ გელაძის პიესის ფერფლისფერი ფანტელების უდაბნოს მიხედვითაა დადგმული. თემაზე სასაუბრობთ მსახიობები ლევან თედორაძე და დიანა ჩახუნაშვილი გვესტუმრენ და ვიწყებთ საუბარს დილონ შვიდობისა. მადლობა სტუმრობისთვის და ყოველი დასის წარმომადგენლების მოსვლა გვიხარია, იმიტომ რომ ამით ხვდებით რომ რაღაც ახლისთვის ემზადება თეატრი და დავიწყოთ საუბარი თქვენით. დიანა, როდის დაიწყეთ ამ სპექტაკლზე მუშაობა და ზოგადად პიესის შესახებაც გვიამბეთ. ვიცით რომ რაღაცა წყვილის უკვდავ თემაზეა, ურთიერთობაზეა პიესა. კი, აბსოლუტურად მართალი ხარ, ინფორმაცია სწორად არის თქვენამდე მოსული. კი, მოკლედ მუშაობა დავიწყეთ სადღაც ალბათ 1-20 დღეა. სულ ახალი გვაქვს ერთი 10 დღე ორი კვირა წინ და არა 10 დღე. პიესა არის ბათუმელი ახალგაზრდა გუგამ გელაძე. ამ პიესას აღებული აქვს მაჩაბლის პრემია. და აი პირველად ხდება მისი გამოტანა სცენაზე. პიესის ირგვლივ შემიძლია ვთქვა, რომ რა თქმა უნდა ეს უკვე თემა ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე, იმიტომ რომ ამოუწურავია ეს თემა იმდენად, მე ვფიქრობ, რომ რამდენი ქალი და მამაკაცის ურთიერთობაც არის, იმდენი სხვა ურთიერთობა შეიძლება დაინახო, მაგრამ ნუ ჯამში რაღაცები ძალიან გავს ერთმანეთს. მთავარი პერსონაჟები თქვენ ხართ? კი, თქვენ ორნი. მთავარიც და არა მთავარიც მარტო ჩვენ ვართ. სულ ორი ადამიანი. ორკაციანი პიესაა ესე იგი და რა ხდება? მოკლედ რა ხდება ეხლა როგორც ცოლქმრის ურთიერთობაა, ხო? როგორც მივხვდი. ცოლქმრის ურთიერთობა, გუგას აქვს პიესაში აღწერილი ისე რომ არ არის თქვათ კონკრეტულად ურთიერთობის შეუმდგარი ურთიერთობის მიზეზი ან ქალი ან კაცი. ორივე დამნაშავეა ერთმანეთთანაც და საკუთარ თავთანაც. მე ვფიქრობ ესე დაგვანახა თვითონ პიესის. სულ მოყვები პიესას. სულისა დავტოვოთ რაღაც. ხო, ნუ არა, მეც აღარ ვიტყვი, მეც არ დაგასპოილერებთ. და პრინციპში დაემთხვა რეჟისორის და დრამატურგის ხედვა ამ მხრივ. რაღაცეები მე კიდე ჩაიშალა, შევთანხმდით, ჩვენც გვაძლევს უფლებას ყოველთვის სალომე და ამ შემთხვევაში გუგამაც მუხსა რეჟისორი ქალბატონია. რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე ცოტა კაცი ამ ურთიერთობებზე. აქედან გამომდინარე ცოტა ტენდენციური ხო არ არის, აი მაგალითად. არა პირიქით. ხო, არა, ხო სრული ბალანსია ამ კუთხით. მაშინ თქვენ გვიყვართ. ბალანსი არა, უფრო მამაკაცისკენაა ასე რომ. რა საპარაკო. ეს პრემიერაზე ვნახოთ. კი ბატონო. ანუ ყველაფერს არ გვეუბნებით. ყველაფერს ხო, ნუ არ მოგიყვებით ხო. კი, აი საინტერესოა, თქვენი ნიჭი უსაზღვროა, მაყურებელიც ამეთანხმება ამ ყოველივში, მაგრამ თუ იყო აი ესეთი დეტალიანი, ესეთი ფრაგმენტი როლში შესვლის დროს, რაც გაგიჭირდათ, ესე ვთქვა, თუ გაიხსენებთ ან თუ გქონიათ ესეთი რაღაცა? არაფერი, ჯერ მაგ იმაზე ვარ, ეტაპზე ზუსტად. კი. ორი დღეო ჭამთ ერთმანეთს. რაღაც გარკვეული სცენაა, რომელიც გასაკეთებელია. მე ასე მინდა დიანას ისე უნდა, რეჟისორს ისე უნდა და ვათანხმობთ ახლა რა. დღეს 6 საათზე იქნება მაგის შემაჯამებელი გაკვეთილი, ასე რომ ვთქვა. რა გადაწყდება? მაგრამ ქალები მოვიგებ. როგორც ვნახე ინფორმაციაში +16-ია. ხო? ხო სწორად ვამბობ. ხო, აი რამ განსაზღვრა ეს და რა ხდება ასეთი ამ სპექტაკლში? ხო, ისეთი არაფერი ჯერ თვითონ ვიცით ბოლომდე, მაგრამ ну, უფრო ალბათ თემა. თვითონ თემა. ხო, რეჟისორი ყოველთვის სალომე ყოველთვის ცდილობს ღრმად ჩაგახედოს იმ პრობლემაში, შენ როგორც მსახიობს და იმ სიღრმიდან წამოიღოს ყველა ის სათქმელი, რაც გვინდა რომ მაყურებელთან სწორად მივიტანოთ. და ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ, რომ ამ ურთიერთობების სიღრმემ შეიძლება დადგმის პროცესში რაღაც ისეთი მოითხოვოს, რაც შეიძლება არ იყოს მთლად მისაღები ბავშვისთვის, თორე ისეთ სასწაული არაფერი არ შეგეშინდეთ, მაგრამ სურპრიზები ყოველთვის გვაქვს. აი როგორ იყო რეჟისორთან მუშაობა და რით იქნება გამორჩეული თქვათ ეს პიესა სცენაზე, როგორ ფიქრობთ ლევან?
პიესას რაც შეეხება, გამორჩეული ვერ იქნება, იმიტომ რომ სტანდარტული ქართული ოჯახია. ვიცი, გარედან რომ ლამაზად შეფუთული ჩანს ყველაფერი და შიგნით რომ მაგარი გადატრიალებაა. სამაგალითოა მაგალითად წყვილი, აი ნახეთ, უნდა მიბაძოთ, მაგრამ სიღრმეში რო ჩახედავთ, ნახავთ რომ აბსოლუტურად სხვაურსრულია რა. ტიპიური რეალობა. ტიპიური რეალობა, აი იმდენად ნაცნობი სცენებია, ხშირად მიხუბრია, რომ აი მაგალითად გამჩა გაფიქრე, მკითხა რა და რავი ბავშვობას ვიხსენებ, მე ტექსტებს ვამბობ და ამდენ ჩემი პარტნიორი კარტნახობს რეალურად როგორც ხდება ბავშვობიდან რა გაგახსენდა გიმარა და მე ჩემს ტექსტებს და მე როგორ ჩხუბამდე მივედით რომ პიესა ხო წაიკითხე რატო თვითონ მოყვა პიესა ხო რა ისე ვარიანტი ნაცნობია ხო? კი ძალიან ერთ-ერთია ჩვეული ნებისმიერი აი მაყურებელი რო შეხედოს დაახლოებით 80% იგრძნოს რომ აი მისი პრობლემა ჩანს იქ და ზუსტად მაგაზია რომ ბავშვები +16 იმიტოა რომ ის მამალმა თაობამ არ არის საჭირო იცოდეს ეს ყველაფერი, გაიზარდოს ახალი. გაიზარდოს სხვა დრამატურგიაზე, სხვა თეატრში, ოღონდ არა, ჩვენს თეატრში გაიზარდოს უბრალოდ სხვა სპექტაკლებზე. და ეს პრობლემა ჯერ მაგათვის ადრეა რა. ეს მაინც დასრული ადამიანების პრობლემაა და ვცდილობთ რომ სპექტაკლის მერე მაყურებელი დაფიქრდეს. პრინციპში 16 წლამდე არც უნდა ეფიქრონ ურთიერთობებზე. კი ბატონო, აი რა მაინტერესებს იცით რეჟისორები როგორ არჩევენ ხოლმე კონკრეტულ მსახიობებს, კონკრეტულ როლებზე. რაღაცა ეს მოლაპარაკებების, გასაუბრებების თუ უკვე იციან წინასწარ, რომ აი ამ როლზე ეს მინდა, ამ როლზე ეს. ცოტა ვცლად გაგცემთ მაშინ პასუხს, იმიტომ რომ სალომე არ გვახლავთ, თორე უკეთ გაგცემდა პასუხს, ახლა მე მიწევს სალომეს ნაცვლად ამ შემთხვევაში, კონკრეტულ შემთხვევაში პასუხის გაცემა, მაგრამ ვფიქრობ ალბათ რომ პირველ რიგში ტიპაჟებს ეძებს ალბათ და მერე შესაძლებლობებს, მერე შეიძლება რაღაც გამოცდილება გქონდეთ ცხოვრებისეული რეჟისორს და მსახიობს და ცხოვრებაში ეგრე არ ვართ, ყოველთვის ვცდილობთ კომფორტი დავიჭიროთ ურთიერთობაში. თუ კი ვთქვათ ეს კომფორტი არის, მაშინ ყოველთვის შედგება საქმე და ამ კომფორტის ძიებაშიც არის ალბათ რეჟისორი და სრული კომფორტი არის ის ალბათ რომ ანუ ტიპაჟიც ვთქვათ ურთიერთობაც შეიძლება შედგეს და თანხმედრაში უნდა მოვიდნენ მსახიობი და რეჟისორი აუცილებლად. მუშაობის პროცესში. აბა რაღაც ასაკიც ალბათ ხო, რომ რაღაც ცხოვრებისეული გამოცდილება თავად მსახიობსაც უნდა გქონდეს, რომ რაღაც კონკრეტული როლი შეასრულოს. აუცილებლად და ვფიქრობ, რომ ანუ ზუსტად იმას აქში ვართ მეც და ლევანიც, რომ ეს გამოცდილება ძალიან ბლომად გვაქვს დაგროვილი და სწორად აღნიშნა, რომ ბევრი ისეთი პიესის მიხედვით მივდივართ, რომ ხანდახან საკუთარ თავს ვიჭერთ და პარტნიორსაც ვიჭერთ მაგალითად, მაგრამ ну მაინც ვფიქრობ რომ რეჟისორი ალბათ პირველ რიგში ტიპაჟებს ეძებს და მერე რაღაც კომფორტის საინტერესოა ისიც რომ აი მაგალითად როდესაც ეცნობოდით თქვენს პერსონაჟს ესე თქო თუ დაგიჭერიათ რაიმე მსგავსება ან ისეთი თვისება რომელიც გინდათ რომ გქონდეთ ის ხალი ჯერ ვერ შევიყვარე თუმცა მსგავსება როგორ არ დამიჭირავს იმიტომ რომ ანუ ამდენი წლის პრაქტიკა მაქვს ურთიერთობის, თქვა ცხოვრების და არ არსებობს იქ ნიუანსი რომ არ დაიჭიროს ნებისმიერ მაყურებელმა. ანუ როლები ერთგვარი სარკეებია ხო მსახიობებისთვისაც ალბათ შეიძლება. კი რა თქმა უნდა საკუთარ თავი თუ არ დაინახე რაღაც წილად და მე არ შემოუშვი ის გმირი შენში. მაშინ ვერ მიხვალ ალბათ სრულ შედეგამდე და ოღონდ ხე ამ შემთხვევაში ცოტა რუსიკოს ნაცვლად ალბათ ბევრ სხვანაირ ნაბიჯებს გადავდგამდი ცხოვრებაში, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ძირითადი პრობლემა ურთიერთობის მაინც არის დიალოგის ნაკლებობა, ურთიერთობაში კომპლექსები. არ ლაპარაკი. ეს არის და ეს მე პირადად დიანას არ მჯერია. მხოლოდ ორი ადამიანისგან შექმნილი სპექტაკლი. აი სულ დინამიკაში ხარ, პრინციპში ამას უნთქვის საშუალება არ გაქვს, აი რამდენად რთულია მუშაობა. რთულია, სტანდარტულია, მაგრამ საინტერესო უფროა რა. იმიტომ რომ ტონუსში ხარ. ტონუსში ხარ, დრაივში ხარ, ორი მსახიობით გახრ სცენაზე, გარკვეული პერიოდი ჩათვათ საათი და 20 წუთი ალბათ გასტან სპექტაკლი და სულ ხარ აი დრაივში, რომ აი მაყურებელი
არ უნდა მისი მაყურებელს მოდუნების საშუალება. კი ბატონო, აი რას წაიღებს მაყურებელი ამ სპექტაკლიდან, როგორ ფიქრობთ თქვენ? რაზე დააფიქრებს? რაზე დააფიქრებს? ზუსტად მაგაზე რო დიალოგი. რაზე დააფიქრებს და არ ლაპარაკს. ქალის და კაცის არ შემდგარი ლაპარაკი სახში და მე მესამე პირის ჩარევა უკვე გადალული, ასე რომ ბევრი ელაპარაკონ ერთმანეთს, უყვარდეთ ერთმანეთი და ყველაფერი კარგად. რატომ არ ლაპარაკობენ, როგორ ფიქრობთ? ეგო მუშაობს აქ თუ რა? ცით რა, შიშის ფაქტორია და კომპლექსები. დათმობა არიციან და ეგ არის. და თქვენი პერსონაჟები რატო არ საუბრობდნენ? რა შიშებიო? დაბა გაგვიბრყინეთ მაინც მინდა რომ რაღაცა დეტალები რეზალები გადამფიესა რომ მოყვეთ. ჩვენს პერსონაჟებს მარტოობის შიშია. მარტოობის შიში. ანუ იმ შიშით რომ მარტო როგორ და ეს თმენა დაგროვებული რაღაცა ყვარცლი, წყენები, ისინი და ალბათ ბოლოს ამოფეთქა. 25 წელია სხვადასხვა. მართლა? კი, ფრაზა არის რომ რამ გაგვაძლებინო 25 წელი ერთად რა. სიყვარული არის? ცით რა, ასეთ შემთხვევაში როგორ გითხრათ, სიყვარული ქვია მაინც ალბათ რა, რომ ეჩვევი ადამიანს და ზრუნვაში გადადიხარ, გინდა არ გინდა გიყვარდება, ხო და ზუსტად ეგ გაშინებს მერე, რომ მარტო დარჩენის და ვფიქრობ, რომ არის სიყვარული, მაგრამ არ არის ეს ის შემთხვევა, როცა პოულობ მეორე ნახევარს, იმიტომ რომ როცა მეორე ნახევარს პოულობ, ეს განსხვავებები გვაქვს ქართველებს. მეუღლე დიანა ირაკლი უყურებს ვიცი და მეორე ნახევარი არის ალბათ ის შემთხვევა აი რასაც ეძებს ადამიანი და ვფიქრობ ალბათ რომ პროცენტულად ძალიან ცოტას უმართლებს ხოლმე რომ იპოვოს ეს მეორე ნახევარი და ამიტომ მე ეჩვევიან ერთმანეთს რაღაცნაირად ბევრი საერთო აქვს ვალდებულებები აქვს და ქალი ალბათ უფრო გადადის დედობრივ ზრუნვაზე კაცის მიმართ და კაცი რაც უფრო ბავშვად გრძნობს თავს მით უფრო ნებივრდება და მით უფრო შლის ბრდებს ამიტომ ქალებო დედობა არ გაუწიოთ პარტნიორს არის ბავშვი თანაც კი რა თქმა უნდა რა თქმა უნდა და თუ ქალი ამის საშუალებას აძლევს ხო საერთოდ ვარც არ ამბობს დავანოსოთ კიდევ ერთხელ მაშინ როდის შედგება პრემიერა, რამდენ დღიანი იქნება და ასევე ბილეთების შესახებაც მივაწოდოთ მაყურებლებს ინფორმაცია. ბილეთები მგონი აღარ არის. უკვე არ ვიცი რაღაც, არ ვიცი შეიძლება რამოდენიმე. ეს ამბავი ძალიან მახარებს, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში რაღაცა ეს ტენდენციური გახდა ბათუმის დრამატულ თეატრში, სპექტაკლი დაანონსებული არ არის, უკვე რომ გაყიდულია ყველა ბილეთი და ძალიან მიხარია განსაკუთრებით ახალგაზრდები აქტიურობენ სტუდენტები და რაღაცნაირად თითქოს მაყურებელი თეატრს დაუბრუნდა და კი, ვფიქრობ რომ ამ ეტაპზე ანუ ეს ბოლო წლებია ძალიან სწორი სტრატეგიით მიდის ჩვენი ხელმძღვანელები თეატრში რომ აი მაყურებელი დაგვიბრუნდა. თავარი მოუფრთხილდეთ ახლა მაყურებელს. კი ბატონო და კიდევ ერთხელ მაშინ ვთქვათ 25, 26, 27 აპრილს მცირე სცენაზე გაიმართება ძალიან საინტერესო სპექტაკლი სახელწოდებით ზღვარზე. და მსახიობები სწორედ აი ამ თემაზე საუბრობდნენ. უღრმესი მადლობა რომ ეყავით ჩვენი სტუმრები. აუცილებლად მოვალთ, დავესწრებით ამ სპექტაკლს და წარმატებებს გისურვებთ.